საგავშიდობისა მოკლე დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. ვინ არის აჰმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა აჰმედა, რომლის დაკავების ფაქტი ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა აღიარა. ვერც ერთხელ, ვერც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ ვერ გაბედა ის რუსეთისათვის გადაეცა. ანდრეი ბაბიცკი აჰმედ ჩატაევს დღეს აჰმედ უმაროვთან ერთად ახსენებს. ვინ არიან ისინი, მომლაპარაკებლები თუ დაჯგუფების წევრები? 900-ზე დოკუ უმაროვის უფროსი ძმის უცნაური განცხადებები თბილისიდან. პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ფაქტი დღის მთავარ გამოშვებაში თელავის აქციის შემდეგ ნაცემი ქისტები და ინციდენტის შეფასებები. ორ ახალგაზრდას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების აქციაზე თეთრი ნაბადი აჩუქეს, წუხელ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს. ამ დრომდე არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. დაიჯება თუ არა კუდის თანამშრომელი ჩადენილი დანაშაულისთვის მედია კავშირ ობიექტივის ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს შესაძლოა თავად დააკისრონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. 4 ნაკერის სახეზე პოლიციას არც ეჩმიტანილი ყავს, არც ბრალდებული და არც დაკავებული. 900-ზე ვინ არის გიორგი ყავლაშვილი? 900-ზე ხელისუფლების შეთავაზება მაესტროს დათანხმდება თუ არა ტელეკომპანია გიგაბოკერიას წინადადებას, რომელიც სატელიტური თებშების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დარიგებას გულისხმობს. დღის მთავარ გამოშვებაში თებშები ოჯახებს, რომელთა უმეტესობას სახლში ტელევიზორიც კი არ გააჩნია. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები 900-ზე მეცხრე არხზე დროებით გემშვიდობებით ხამდე.